ბიძიებო, ჯერ ნუ გამომღადრავთ. ვიტყვი რა. მადლობთ. საღამოს 11 საათზე გთავაზობთ ირაკლის აღინაზის ძილის პრულს. მამა, რა ტკინდა ნაჯახი? გაციუდებოდა საზამთრო ამოიღეთ კაც უკუბოდა ვამი არ გავიტანოთ აყროვდა შენ ფილტვი და ითამაშე. გამარჯობათ. დღეს მე მოგიყვებით ზღაპარს სალამურა. ეს ტრაგიკული ისტორია ერთ პატარა სოფელში დატრიალდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სალამურას კიბო აღმოაჩნდა. მთელი სოფელი შეძრა ამ ამბავმა, რასაც მოყვა ნგრევა და მსხვერპლი. რამდენიმე ათასი ადამიანი კი დარჩა უსახლკაროდ. სალამურას ნერვებმა უნტყუნა. მის გამო დატრიალებულმა უბედურებამ კიდევ უფრო დაამძიმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმებმა მას სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთება მოსთხოვეს, მაგრამ მან უარი განაცხადა ოპერაციაზე, რადგან უდონო გოიმი და განუვითარებელი კვერცხი აღმოჩნდა. იგი 3 თვე იტანჯებოდა, შემდეგ კი მოკვდა, მაგრამ სწორედ ეს 3 თვე აღმოჩნდა მისთვის ყველაზე ბედნიერი. ამ დროს მის ცხოვრებაში გამოჩნდა გოგონა ბაია. ამ გოგონას ბაია იმიტომ ერქვა, რომ ჯერ მხოლოდ და მხოლოდ 6 თვის იყო. ბაიას შეუყვარდა სალამურა, სალამურას კი შეუყვარდა ბაია. ბაია გულმოდგინედ უვლიდა მომაკვდავ სალამურას, მომაკვდავი სალამურა კი გულმოდგინედ კვდებოდა. ისინი ძალიან დაახლოვდნენ, იმდენად რომ სალამურამ ბაიას თავისი ძმისშვილი მოანათლინა და ქორწილში მეჯვარედად წაიყვანა. ბაია სიხარულისაგან დაორსულდა, რამაც სალამურას საშუალება მისცა თამამად მომკვდარიყო, რადგან ეგონა რომ ტოვებდა შთამომავალს. მაგრამ რა იცოდა, რომ ეს ბავშვი ბაიას არა მისგან, არამედ სიხარულისაგან ჰყავდა. ერთ ლამაზ გაზაფხულის დილას სალამურამ სული განუტევა. ბაიას არ უტირია, რადგან სალამურას მოვლა უკვე კარგახნის მობეზრებული ჰქონდა. იგი ეხლა მხოლოდ თავის მუცელზე ფიქრობდა. მხოლოდ მუცელზე ფიქრს კი სარგებელი ვისთვის მოუტანია. სულიერი საზრდოს უქონლობამ ბაია გადაგვარების გზაზე დააყენა. მას რქები ამოუვიდა და ტანზე მუწუკებმა დააყარა, რომლებიც შესახედავად ძალიან გავდა ჩიტის ბუდეებს, ამიტომ ბაიას ტანზე ჩიტებმა დაიწყეს ცხოვრება. 9 თვის შემდეგ ბაიას უნდა ემშობიარა, მაგრამ არ დასცალდა, რადგან ერთ დღეს ძალიან მოშივდა და წითელქუდა და მისი ბებია შეჭამა. რის შემდეგაც მონადირეებმა მუცელი გაუჭრეს, საიდანაც წითელქუდა ბებია და ბაიას ბავშვიც ამოიყვანეს. იფიქრეს, ეტყობა ეს წითელქუდა შვილია და მასთან ერთად შეჭამა ბაიამო და ბავშვი წითელქუდას მისცეს. მუცელგამოფატრული დამშეული ბაია სალამურას საფლავთან მივიდა და ატირდა. ბევრი იტირა, მერე დაეძინა. ცრემლებმა მიწა დაასველეს და იქ ვაშლის ხე ამოვიდა, რომელზეც ვიღაცამ ყოველი შემთხვევისათვის სახრჯობელა ჩამოკიდა. ამ დროს გამოეღვიდა ბაიას და ეს ყველაფერი ბედისწერის ნიშნად აღიქვა. ადგა სალამურას საფლავზე ვაშლები დაკრიფა და შეჭამა. მერე კი ხეზე ჩამოკიდულ სახრჯობელაზე თავი ჩამოიხრჯა. რამდენიმე დღეში ამ ხესთან ის კაცი მივიდა, ვინც ყოველი შემთხვევისათვის სახრჯობელა ჩამოკიდა. როცა დაინახა ჩამოხრჯობილი ბაია, კმაყოფილად გაიღიმა და სახლში წავიდა. ხოლო ძილის წინ საკუთარი თავის მიმართ დასმულ კითხვაზე თუ დღეს ვის რა ვარგეო, პასუხი მზად ჰქონდა და მშვიდადად დაიძინა. ეს დაძინება მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, რადგან იმ ღამით მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ მრავალი მძინარე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ძილინების